რას გადაყვა სააკაშვილის მთავრობის ყველაზე მძიმე წონიანი და სკანდალური ფიგურა საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. კახა ბენდუქიძე ხელისუფლებიდან გაუშვეს, ოპოზიცია კმაყოფილია, თუმცა არანაკლებ კმაყოფილები, როგორც ამბობენ, უნდა იყვნენ მთავრობაშიც. მაგალითად, იგივე ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია, რომელიც მინისტრად თანავე ღია დაფიქსირებდა, რომ არ აინტერესებდა ქართული ეკონომიკის დამაბრკოლებელი რომელიმე პირი, თუნდაც მას კახა ბენდუქიძე რქმეოდა. აგნებავთ ახალი პრემიერი ნიკა გილაური, რომლის მისამართითაც თავის დროზე ბენდუქიძე მიხმარა სიტყვა დებილი და მთავრობიდან გასაშვები. მაშინ ალბათ ბენდუქიძე კი არა, თავად გილაურიც ვერ წარმოიდგენდა, რომ როდესმე პრემიერი გახდებოდა, რადგან მაშინ პრემიერ-მინისტრობიდან დღემდე ყველაზე გავლენიანი ზურაბ ჟვანია იჯდა ამ პოსტზე. გილაურის პირადი ანგარიშწორება, შიდა დაპირისპირებები ხელისუფლების გუნდში თუ მთავრობის ახალი პოლიტიკა ხალხს ძველი არაპოპულარული სახეები დაავიწყოთ, რომელთა შორისაც ბენდუქიძე აშკარად ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი იყო. ეთერშია პოლიტიკური კვირა გადაცემა თქვენი პოლიტიკური განწყობისთვის, მთავარი თემებით, მთავარი შეკითხვებით და მთავარი გმირებით. კახა ბენდუქიძე საქართველოს ხელისუფლებაში აღარ იქნება. კაცი, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში ყველაზე სკანდალური ფიგურა და ოპოზიციის თავდასხმის ყველაზე ხშირი ობიექტი იყო. რატომ მოხსნეს თანამდებობიდან და არის თუ არა შანსი ნოღაიდელის ყვალს მიყვეს. უბუშათოს არვაპირებს რომ გაზღუდშიოდა რაღაცა ეს წელთელმა დაგვიბარა რომ გამოვიდეს რაღაც და მე რა შეეწირა კახა ბენდუქიძე და რატომ მაინც და მაინც ახლა გაუშვეს თამაშიდან. გავლენიანი ჩინოვნიკის სამთავრობო ეპილოგი დღეს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ზუსტად 20 საათზე ბენდუქიძის ბოლო დღეების სახელმწიფო კანცელარიაში. მე რომ სულ დავაგებულად მელაპარაკა, არავის არაფერი ცუდი არ მეთქვა, არავისთან არ მეჩხუბა, არავინ არ გამენაწყენებდა. აქვეა რომ ყოფილიყავი გამხდარი ხერხიანი ურჩვალება, რომ ცოდნა ფრანგული და არაბული და სხვა ადამიანი იქნებოდა. ხო, მე რაც ის ვარ. რატომ უწოდებს წასვლის დღესაც კი ოპოზიციას იდიოტების გუნდს და ვინა წარმოებდა გარიგებებს ხელისუფლებასთან საკუთარი ნათესავების დასაქმებისთვის. კახა ბენდუქიძის პოლიტიკური კვირა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება კახა ბენდუქიძე პირველად პირდაპირ ეთერში. სხვა შორის კახა ბენდუქიძე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად არის ის ადამიანი საქართველოს ხელისუფლებაში, ვიზეც ომის შემდეგ მუდმივად ისმოდა ხოლმე ასეთი კითხვა, რა ოკუპაციაზე საუბრობ ჩვენი ქვეყნის არ რუსეთის მხრიდან, თუ კი მთავრობაში რუსეთის ორი მოქალაქეა, ისე საინტერესო არის თუ არა ბენდუქიძე კვლავ რუსეთის მოქალაქე. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში ვართ ეთერში. კახა ბენდუქიძე საქართველოს ხელისუფლებაში აღარ იქნება. კაცი, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში ყველაზე სკანდალური ფიგურა და ოპოზიციის თავდასხმის ყველაზე ხშირი ობიექტი იყო. რატომ მოხსნეს თანამდებობიდან და არის თუ არა შანსი ნოღაიდელის ყვალს მიყვეს. უბუშათოს არვაპირებს რომ გაზღუდშიოდა რაღაცა ეს წელთელმა დაგვიბარა რომ გამოვიდეს რაღაც სხვა და მე რა შეეწირა კახა ბენდუქიძე და რატომ მაინც და მაინც ახლა გაუშვეს თამაშიდან. გავლენიანი ჩინოვნიკის სამთავრობო ეპილოგი დღეს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ზუსტად 20 საათზე ბენდუქიძის ბოლო დღეების სახელმწიფო კანცელარიაში. მე რომ სულ დავაგებულად მელაპარაკა, არავის არაფერი ცუდი არ მეთქვა, არავისთან არ მეჩხუბა, არავინ არ გამენაწყენებდა. აქვეა რომ ყოფილიყავი გამხდარი ხერხიანი ურჩვალება, რომ ცოდნა ფრანგული და არაბული და სხვა ადამიანი იქნებოდა. ხო, მე რაც ის ვარ. რატომ უწოდებს წასვლის დღესაც კი ოპოზიციას იდიოტების გუნდს და ვინა წარმოებდა გარიგებებს. პაშონ ბოდიში რატომ უნდა მოვიტყო, სად არის მან ტყუილი? მე ვერ მხედავ ვთქვათ, მე რა მოხდება ენერგეტიკაში და ალბათ ენერგეტიკის მინისტრი ვერ ხედავს, ან დებილი უნდა იყოს, ან მართლა ვერ ხედავს, ან და გააგდო სამსახურიდან. გლოსური გავიკე რა განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის არ ვიცი, რაღაცა გააკეთე განცხადება და ვერ გავიგე, თუ განმარტა მეც ვერ გავიგე მართლა. ძალიან კაი. მე არ ვიცი რა არის სტრატეგიული ობიექტები, მე არ მესმის ეგა და ვერ ამიხსნა ჯერჯერობით. ხომ არ ფიქრობთ რომ შევხვდებით? რომელი საათია ხალხო თქვენ ქართული იცით?
აუ მაგვიანდება. არა სხვა კომიტეტში უნდა ვიყოს. დაახლოებით 500 მილიონის მიღებას გეგმავს საქართველოსთან. საინტერესო როდემდე უნდა იცხოვროს ქვეყანამ დონორების იმედზე. მე ვთვლი რომ და პრეზიდენტმაც მე მითხრა და პრემიერ-მინისტრს რომ ჩვენ ალბათ ეს ბოლო რაუნდია და 2007 წლიდან როცა ეს სამწლიანი პროგრამა დამთავრდება უნდა ასე ხელი მათხოვრის ხელი უნდა მუშტად გადავასვათ თქვა კმარა ცოტა წესიერ მოიგეთ ხალხო რა მოგივიდე გამოდაგრიათ ეს დასული კაპიტალი ის ხო ეფემერული ცნება არა დასული კაპიტალი ის ვიღაც ადამიანი ქართული ადამიანი ხა რატო უნდა დავიცვი ის კაცი თუ იმას არ აქვს მაგის შნორო გამოუშვას იაფი დღესასწაული მაგალითად ხელშემოქმედებაში მთავრობის თუ ბიზნეს დაუბრუნდებლად ადამიანის ბიზნესმენ დაამთავრა კაიხნის წინ ხარობაში მოსვლა. ანუ სახელმწიფო მოხალე იქნებოდა. არა კაცო, რა ორი ვარიანტია მაგრამ. არა რა ვარიანტია იქნება. მაგალითად გოგოს ვერში. რატომ მოიხადა ბოდიში? მე სუსტად დავახასიათე ის მდგომარეობა, რომელშიც არის დღეს ოპოზიცია, ანუ სუსური და უნიათი და ამაში ბოდიშის მოხდეს აუცილებლობას ვერ ხედავ ვერანაირს და ეს არის პოლიტიკური კლოუნადა უბრალოდ. შეუძლებელია არც ორ კვირაში ჩემს საქმეებში საკუთარი დოკუმენტები ზედება მათ მიერ არც ორ კვირაში არც 200,000 წელში ასე დოკუმენტები არ შეიძლება არსებობდეს. მაგაზე შეგვიძლია როგორ ახალ კარგად აი ყველა სტილო ვიყიდეო ისეთი კაი სტილო ეროზნის რაღაც საერთოდ მანქანას გადაანებს როგორც საჭიროა ბავშვებს უდისო დიდ ბაბუებს